მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება ავირჩიოთ კონკრეტული კონტენტი ჩვენს YouTube-ში, ბავშვებისთვის გათვლილი კონტენტი, ასევე კონკრეტული ასაკის კონტენტი და ზოგადად როგორ წავშალოთ იმ ვიდეოების გვერდები, ანუ კატეგორიები, რომლებიც არ გვაინტერესებს და არ გვინდა რომ გვიჩვენოს, ამოგვიგდოს, რომ ჩავრთოთ ან როცა ჩვენი ბავშვი უყურებს YouTube-ს, არ გვინდა რომ ის კონტენტი ჩანდეს, რომელიც არ გვინდა რომ ჩვენმა შვილმა ნახოს. როგორ გადავიყვანოთ YouTube Kids-ზე და ასე შემდეგ, მოკლედ ყველანაირად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ YouTube ჩვენთვის და ჩვენი ბავშვისთვის. კარგი, მოკლედ გადავიდეთ ახლა YouTube-ის თავარ გვერდზე. ეს არის YouTube-ის თავარი გვერდი, სადაც ძირითადად გვიჩვენებს იმ ვიდეოებს, რომელსაც ხშირად ვნახულობთ, ანუ ალგორითმის მეშვეობით და ასევე გამოწერების მეშვეობით, რა არხი ჩვენ გამოწერილი გვაქვს, რასაც ჩვენ რამოდენიმე წუთი ვუყურებთ, ამ ყველაფერს იმახსოვრებს ჩვენს აკაუნტში YouTube და უკვე გვაწვდის მსგავს კონტენტს, ანუ მსგავს ვიდეოებს, რასაც ჩვენ ხშირად ვნახულობთ და ხშირად რამოდენიმე წუთს ვუთმობთ. მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ეს ყველაფერი გავტიშოთ და აღარ ამოგიგდოს. პირველი მოქმედება არის ის, რომ ავირჩიოთ კონკრეტული ვიდეო, რომელიც არ გვინდა რომ გვიჩვენოს, აი მაგალითად ავირჩიოთ აი ეს გვერდი. შეგვიძლია თუ აი ეს კონტენტი და ეს ვიდეოები არ გვინდა რომ გვიჩვენოს, ვაჩერებთ აი ესე ვიდეოზე, შემდეგ ვაჭერთ OK-ის ხილაკს, რამოდენიმე წამი. და ამოგიგდებს ასეთ რაღაცას. აქ არის ჩართვა, მოგვიანებით ნახვა და შენახვა, მოგვიანებით სანახავად. ასევე არის დაკვრა, ანუ ეს შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენს პლეილისტში და ასევე არის არ მაინტერესებს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ არ მაინტერესებს და ეს გაქრება ჩვენი კონტენტიდან, ანუ აღარ გვიჩვენებს ამ ვიდეოს და ზოგადად აი ამ არხის ვიდეოებს. და ასევე არის არხისთვის რეკომენდაციის არ გაწევა, ანუ კონკრეტულად ეს არხი საერთოდ რო გააქროს ჩემი თავარი პანელიდან, ანუ ჩემი აკაუნტის თავარი პანელიდან. შემიძლია ვირჩიო არხისთვის რეკომენდაციის არ გაწევა და მორჩა, ანუ უკვე გააქრო ეს არხი ჩემი YouTube-ის გვერდიდან და უკვე აღარ ამომიგდებს ამ კონტენტს. მაგრამ თუ ჩვენი შვილი იყენებს YouTube-ს და ის არასრულწლოვანია და გვინდა რომ მან არ ნახოს ისეთი კონტენტი, რომელიც არ არის მისთვის რეკომენდირებული, ესე იგი, გამოვიდეთ აქედან და როცა აკაუნტზე გადავალთ, აკაუნტის სანახავად, აქ არის YouTube Kids-ის დაყენება. ნახეთ, YouTube Kids-ის დაყენება. ავირჩიოთ YouTube Kids-ის დაყენება. შემდეგ გვიჩვენებს QR კოდს და ასევე გვიჩვენებს მისამართს, სადაც მე შევიყვანოთ ეს კოდი. ეხლა ავიღოთ ტელეფონი. მაგალითად გამოვიყენებ ამ ტელეფონს, გადავალ Google-ში და შევიყვან ამ მისამართს, ესე იგი. YouTube.b activate მე უკვე შეყვანილი მქონდა და უნდა შევიყვანო აი ეს კოდი. QR-ს აღარ დავაკავშირებ, მოდი შევიყვან კოდს. ესე იგი, ეს კოდი არის ესე -NBC SG. აი ესე. შევიყვანე იგივე კოდი და ვაჭერ გაგრძელებას. ეხლა ავირჩიოთ Gmail-ი, მოდი ავირჩიო ამ Gmail-ს, გაგრძელება როგორც Ruslan-ი, ანუ ეს არის ჩემი Gmail-ი. ველოდებით. ავირჩიოთ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, სადაც უნდა გავაკეთოთ აკაუნტი უკვე ბავშვისთვის. ესე გადავიდეთ შემდეგზე. უკვე გამოგვიყვანა და მოდი ახლა შევიყვანოთ აქ პაროლი. პაროლის შეყვანის შემდეგ უკვე უნდა ავირჩიოთ ბავშვის სახელი, მაგალითად იყოს მაგალითად Ruslan-ი. შემდეგ ავირჩიოთ ასაკი, რამდენი წლის არის, დავუშვათ იყოს 12 და დაბადების დღე აქ ავირჩიოთ უკვე თავისი დაბადების დღე იყოს სექტემბერი
და შემდეგ შეგვიძლია ეს ფოტო შევცვალოთ, მაგრამ ნუ დავტოვებ ამ ეტაპზე, ვაჭერ შემდეგს. აქ არის სკოლამდე, ანუ 4 წლის ან ნაკლები ასაკისთვის, აქ არის 5-დან 8 წლამდე ასაკისთვის და აქ არის 9-დან 12-მდე. ნუ აქ აირჩევთ სასრულს, თქვენი შვილი რამდენი წლისაც არის, ნუ აქ აირჩევთ და მოდი დავტოვებ უფროსი, ანუ 9-დან 12-მდე. არჩევა ძიები ჩართვა იყოს, ანუ მას რო კონდეს ძიება YouTube Kids-ში. ესეც ინფორმაციები მივიღოთ, შემდეგზე გადავიდეთ და შესრულდა. მორჩა, ანუ ეს აკაუნთი უკვე მაქვს, ეხლა მე შემიძლია გადავიდე YouTube Kids-ში, ვნახოთ თუ რა უფლებები მაქვს, შემიძლია ასევე დავარედაქტირო ასაკი ისევ და მორჩა. ეხლა ვაკეთებ რას? უკვე გადავდივარ YouTube Kids-იდან, ანუ ტელევიზორში გადავდივარ YouTube Kids-ზე. თავიდან შემყავს ეს კოდი. ესე იგი YouTube და თავიდან შევიყვანოთ ახლა ეს კოდი, მოიცა RLB-CNK და PMXF. ეს შევიყვანეთ. აქ გადავდივართ. დაშვება. და ვირჩევთ რუსლანის. აი ნახეთ, დაემატა უკვე. ანუ მე შემიძლია უკვე გადავიდე YouTube-ის აკაუნთებიდან, აი ნახეთ. მე შემიძლია ჩვეულებრივი აკაუნთი ავირჩიო ჩემთვის, მაგალითად რომ მე რადგან სრულწლოვანი ვარ ვუყუროს კონკრეტულ კონტენტს, ან უბრალოდ გამოვიდე ისევ, გადავიდე აკაუნთში და ავირჩიო უკვე ჩემი ბავშვისთვის კონტენტი. აი ნახეთ, გადავედი, ჩავრთავ. და უკვე მაქვს YouTube Kids-ი ჩემი ბავშვისთვის, სადაც იქნება მისი კონტენტი, ანუ თავისი კონტენტი, რასაც უყურებს, აირჩევს, ასევე შეუძლია ძიების გამოყენება და ნუ მოკლედ აქ იქნება უკვე იმ ასაკიდან გამომდინარე, რა ასაკიც არის თქვენი ბავშვი. მოკლედ, მეგობრებო, შეგიძლიათ თქვენ შეცვალოთ ეს ასაკი ისევ რედაქტირებიდან. შეგიძლიათ ისევ დააყენოთ სასრულ ასაკზე, შემდეგ ისევ შეინახოთ, აქ უკვე კონტენტი შეიცვლება შესაბამისად და მოკლედ ესე დაამკვიდროთ. ტელეფონში რაც შეეხება, თუ ტელეფონის, რა თქმა უნდა, YouTube Kids-ის არიყენებს თქვენი ბავშვი, აქაც შეგიძლიათ კონკრეტული კონტენტი აირჩიოთ, მაგალითად დააჭიროთ 3 წერტილს და აქაც არ მაინტერესებს ან არხისთვის რეკომენდაციის არ გაწევა. აირჩიოთ და აქაც აღარ ამოგიგდებთ იმ ვიდეოებს, რომელიც არ გაინტერესებთ. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, იმედია გასაგებია ყველაფერი და ნუ თქვენთვის უკვე თქვენ თვითონვე აირჩევთ თქვენი ბავშვისთვის ან თქვენთვის სასურველ კონტენტს. ნახვამდის, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ძალისხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. აბა კარგად, გისურვებთ წარმატებებს.